საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ 2024 წლის ანგარიში მუშაობა დაასრულა. უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა. რა გამოწვევები და დარღვევები გამოიკვეთა ადგილობრივი ბაზრისა და კომპანიების საქმიანობის მონიტორინგის შედეგად. ამ თემაზე ვისაუბრებთ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ირაკლი ლექვინაძესთან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ანა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ირაკლი, როგორც აღვნიშნე, კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ გასული წლის ანგარიშში მუშაობა დაასრულა. თუ შეიძლება რომ გვითხრათ, რომელი ბაზრების კვლევა და მონიტორინგი ჩატარდა გასულ წელს და რა ტენდენციები გამოიკვეთა? ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს 2024 წლის ანგარიში, ასევე პირველი 5 თვის შესახებ, აქტივობების შესახებ ინფორმაცია. გეტყვით რამდენიმე ძირითად მიმართულებას, ჩვენმა მაყურებელმა თქვენ იცით, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო აღასრულებს 3 ძირითად კანონს, ამ 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობთ. პირველი ეს არის კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, მეორე ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მესამე ანტიდემპინგური პროცესების შესწავლა. დავწყოთ კონკურენციის მიმართულებით, ჩვენ აქ გასული წლის მონაცემებით თუ ნახავთ საქმის მოკვლევების მიმართულებას, გვქონდა 2 დასრულებული საქმე. ერთი უკავშირდებოდა საკვების ოდის ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რომელიც დასრულებული იქნა გასული წლის მეორე ნახევარში და გამოვლენილი იქნა დამრღვევი კომპანია, რომელიც დაჯარიმდა შესაბამისად. აღნიშნული საქმე შემდგომ გადაინაცვლა სასამართლოში და მიმდინარე წელს უკვე პირველ ინსტანციაში აღნიშნული საქმე ასევე ჩვენს მიერ იქნა მოგებული, პროცესი ალბათ გაგრძელდება შემდგომ ინსტანციებში. მეორე თემა უკავშირდებოდა ასევე შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რომელიც გულისხმობდა კონკრეტული ვებ პლატფორმების მიმართულებით სასტუმრო ობიექტების განთავსებას და მატერიალიზაციის მიმართულებას. აქ მართალია ჩვენ დარღვევა არ დაგვიდგენია, თუმცა გავეცით საკმაოდ საინტერესო რეკომენდაცია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვებ პლატფორმები განათავსებენ საკუთარ ვებ გვერდზე მსგავსი ტიპის შეთავაზებებს ექსკლუზიური პირობებით, ეს უნდა იყოს მოპოვებული კონკრეტული ეკონომიკური სუბიექტის მიერ გარკვეული კონკურსის და კონკურენციულ გარემოში და არა დაუშვათ ისე, რომ რომელიმე სხვა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს შეეზღუდოს მსგავს პროცესში მონაწილეობა და ეს ჩვენ დაუგზავნოთ აბსოლუტურად ამ ბაზარზე მოქმედ ყველა კომპანიას. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს ჩვენ დავასრულეთ უკვე ერთი მოკვლევა, რომელიც უკავშირდებოდა რუსთავის ავტობაზრობის თემას, სადაც 2023 წლიდან მიმდინარეობდა საკმაოდ საინტერესო მოკვლევა, როდესაც ავტოიმპორტიორებს გაუძვირეს პარკინგით სარგებლობის გადასახადი, ის გაძვირდა 2-ჯერ და უფრო მეტად. შესაბამისად, წელს ჩვენ დავასრულეთ აღნიშნული პროცესი. რუსთავის ავტობაზრობა მიჩნეული იქნა დამრღვევ კომპანიად და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო გაძვირება მაშინ, როდესაც ერთი საპარკინგო ადგილის თვითღირებულება არ გაზრდილა, იქ რაიმე დამატებითი ინვესტირება არ მომხდარა და შესაბამისად დავადგინეთ ჭარბი ფასი. შესაბამისად, რუსთავის ავტობაზრობა 850,000 ლარით იქნა დაახლოებით დაჯარიმებული. რაც შეეხება მიმდინარე მოკვლევებს, აქ ჩვენ რამდენიმე 3 მიმართულებით გვაქვს, მათ შორის ყველა საინტერესო ალბათ თქვენთვის იქნება ფარმაციის ბაზარზე მიმდინარე პროცესები, სადაც 8 კომპანიის მიმართ გვაქვს მოკვლევა და ალბათ წლის ბოლომდე აღნიშნული მოკვლევის შედეგებს წარვადგენთ. რაც შეეხება ბაზრების მონიტორინგს, გასულ წელს ჩვენ დავასრულეთ 2 ბაზრის მონიტორინგი. როგორც ვიცით, გრძელდება საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგიც. ამ ეტაპზე კიდევ რომელი ბაზრების კვლევა მიმდინარეობს და როდის უნდა ველოდოთ მათ დასრულებას? კი ბატონო, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. გასულ წელს ჩვენ დავასრულეთ აგროპროდუქტების 2 მიმართულება, ეს იყო ლურჯი მოცვის და თხილის ბაზარი, სადაც ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე ვაწარმოებდით მოკვლევას. ჩვენ შევაფასეთ აღნიშნულ ბაზარზე ვითარება კონკურენტულად და თქვით, რომ ექსპორტიორების რიცხვი მაღალია როგორც ერთ ასევე მეორე ბაზარზე და ფერმერების წოხილირო სეზონზე შეიძლება შესყიდვის ფასები იყოს დაბალი. ეს საკმაოდ მრავალფაქტორიანი პროცესია, უკავშირდება ხარისხის სტანდარტებს და სხვა მსგავს ფაქტორებს. ამიტომ ამ ეტაპზე აქ რაიმე პრობლემა კონკურენციის კუთხით დანახული არ იქნა. რაც შეეხება მიმდინარე მონიტორინგებს, აქ ალბათ ყველა საინტერესო არის საწვავის ბაზარი.
ჩვენ გასულ წელს ასევე ჰქონდა შუალედური შედეგები გამოქვეყნებული ამ მიმართულებით. მიმდინარე 6 თვის შედეგებსაც თუ ვნახავთ, ბაზარი ფასდება ამ ეტაპზე კონკურენტულად, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება, ადგილობრივი ვალუტის კურსი და ბაზარზე არსებული საცალო ფასები ვფიქრობთ, რომ არის საბაზრო ფაქტორებით განპირობებული და ეს არის სამართლიანი, აბსოლუტურად არასაბაზრო ფაქტორების წილი ამ პერიოდში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ამ მიმართულებით, ვაკეთებთ ფასნამატების ანალიზსაც და იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ რაიმე ტიპის კოორდინაციას ან საკმაოდ ისეთ დროში გრძელ პროცესს, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გავლენის არ გათვალისწინებას ადგილობრივ ბაზარზე, ბუნებრივია ადგილობრივ ინდუსტრიასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, რომ მივიღოთ განმარტებები ამ მიმართულებით. ამიტომ დღევას არსებული ვითარებაც, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ის საბაზრო ფაქტორებით ყალიბდება ის საცალო ფასები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ საავტომობილო საწვავის ბაზარზე. მეორე მნიშვნელოვანი მონიტორინგი ეს არის რიტეილის ბაზარი, FMCG, სადაც ასევე 2024 წლის შუალედური ანგარიშია წარმოდგენილი ჩვენს ანგარიშში. ჩვენ აღნიშნული ბაზარი შევაფასეთ როგორც საკმაოდ დინამიურად და მზარდ ბაზრად, ეს არის დაახლოებით 14 მილიარდიანი ბაზარი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამ ბაზარზე ჩვენ გვყავს კომპანიები, სამსხული კომპანიის წილი არის დაახლოებით 32%-ის ფარგლებში, 5 მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის სადღაც 56%-ის ფარგლებში. ამიტომ საუბრობთ, რომ აქ რეალურად ქსელებს შორის კონკურენცია არსებობს. ჩვენ გასულ წელს რამდენიმე მსხვილი ქსელის გაერთიანებაზეც გავეცით თანხმობა ამ მიმართულებით. თუმცა ვამბობთ, რომ გარკვეული დისკუსია იმპორტიორებსა და რიტეილ ქსელებს შორის გრძელდება, გარკვეული ძალაუფლება რიტეილის სექტორს ჯერჯერობით გააჩნია, მიუხედავად ამ საბაზრო წილებისა, რაც მე ვახსენე იმპორტიორებთან მიმართებაში და ვმუშაობთ აქტიურად იმ საკითხებზე, რომ ზუსტი პრობლემები იქნას იდენტიფიცირებული, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი კონკურენციას აღნიშნულ ბაზრებზე. კი ბატონო, რაც შეეხება ორ ახალ ბატონო ირეკლი, საინტერესოა მომხმარებელთა მომართვიანობა როგორია და პრეტენზიების უმრავლესობა რა ტიპისაა? მომხმარებელთა უფლებების კუთხით გეტყვით, რომ ჩვენ თუ ავიღებთ მთლიან პერიოდს, რა პერიოდშიც გვაქვს აღნიშნული მოქმედების მანდატი, განსაზღვრული, ეს არის 2022 წლის ნოემბრიდან, დაახლოებით 2000-მდე განაცხადია განხილული ჩვენს მიერ, 2000 განაცხადიდან თითქმის 90%-ზე მეტი გადაწყვეტილება არის მომხმარებლის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ან თანხა დაუბრუნდა, ან სადაო ნივთი იქნა გამოცვლილი თუ შეკეთებული, ან პირობითად დაკარგული ნივთი იქნა ანაზღაურებული მისი ღირებულება თუ ესე შემდეგ. ძირითადად 70% მოდის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებაზე და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ბაზარიც მზარდია და ზოგადად ონლაინ ვაჭრობის დროს უფრო მეტი ასე ვთქვათ, გასარკვევი საკითხი წარმოიშვება მოვაჭრეებთან მიმართებაში. გასული წლის მონაცემებით დაახლოებით 1 მილიონია ის თანხა, რაც მომხმარებლებმა ჩვენი ჩართულობით დაიბრუნეს უკან და ეს იყო თავარი მოთხოვნა იყო სწორედ თუ მოთხოვნების და პრეტენზიების ანალიზს გავაკეთებთ თანხის უკან დაბრუნება და ასევე თუ შევაფასებთ სექტორულად ყველაზე დიდი სიხშირით მოგმართავენ ძირითადად ანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობის მიმართულებით, სადაც ყველაზე მეტი ესე ვთქვათ სადისკუსიო საკითხი წარმოიშვება და ეს ლოგიკურია ასევე, იმიტომ რომ ეს ამ სექტორებს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ბაზარზე და მეორე პოზიციაზე არის ასევე ნივთის მიწოდება, გადაადგილება, როგორც საზღვარგარეთიდან გამოწერილი ნივთის, ასევე ადგილზე ნივთის მიწოდების თვალსაზრისით. კი ბატონო ირეკლი, საზოგადოებაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, როგორი არის სააგენტოს აქტივობა და გეგმები? კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ალბათ როგორც კონკურენციის კუთხით, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არის უფრო მეტი ინფორმირება ჩვენი მოქალაქეების ან მცირე და საშუალო ბიზნესის, რომლებიც შემდგომ ჩვენთან სხვადასხვა საკითხებით მოგმართავენ და სხვადასხვა საკითხებზე ითხოვენ, ესე რომ ვთქვათ, რეაგირებას. ამ კუთხით ჩვენ ყოველთვის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ბიზნესთან,
სხვადასხვა საკონსულტაციო თუ იურიდიულ კომპანიებთან, ვახორციელებთ სხვადასხვა საკითხებზე და აქტუალურ საკითხებზე კომუნიკაციას, როგორც მომხმარებლების, ასევე კონკურენციის მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რაც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ და წელსაც აქციურად გრძელდება ეს პროექტი, ეს არის განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში, სადაც ახალგაზრდებს ჩვენ ვუყვებით მათი უფლებების შესახებ, მომხმარებელთა უფლებების ნაწილში და ასევე კონკურენციის სარგებლიანობის და მისი უპირატესობის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძენს და კიდევ უფრო გაფართოვდება, გამომდინარე იქიდან, რომ რაც უფრო მეტი ვიცით ჩვენი უფლებების და შესაძლებლობების შესახებ, მით უფრო დაცულია ჩვენი მომხმარებელი სხვადასხვა ტიპის დარღვევებისგან მათ მიმართ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენს რეალობაში. დიახ, და ბოლოს მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, როგორია საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები და რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით? წელს ჩვენ გვქონდა ძალიან გამორჩეული წელი იმ კუთხით, რომ იმ ძირითად პლატფორმებზე და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, მათგან არაერთი აღიარება და მხარდაჭერა მივიღეთ. წელს მაისში ჩვენ იმყოფებოდით საერთაშორისო შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელსაც მართავს კონკურენციის საერთაშორისო ქსელი და ის აერთიანებს 160 ქვეყანას, რომელსაც კონკურენციის უწყება და აღსრულების პოლიტიკა გააჩნიათ. ამ ქსელის პარტნიორია მსოფლიო ბანკი, რომელმაც შეაფასა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შორის ფარმაციის кейსი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა როგორც ბაზარი შეფასებული, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებები კონკრეტული კომპანიების მიმართ ცნობილია თქვენთვის, რომ გამოვლენილი იქნა, ასე ვთქვათ, შეთანხმებული ქმედება ამ მიმართულებით. ეს შეფასდა საუკეთესოდ და მსოფლიო ბანკმა გადმოგვცა საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი შეფასება და აღიარება ამ кейსის კარგად წარმართვის მიმართულებით და თუ მსოფლიო ბანკის ციტირებას გავაკეთებთ, იქ აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, რიგი მედიკამენტები 40-45%-ით იქნა შემცირებული, ფასები იმ რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ჩვენ დასკვნების საფუძველზე და ასევე წლიური დანაზოგი ამ რეფორმების შედეგად, რომელიც მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, იყო სადღაც 65-70 მილიონი დოლარის ფარგლებში. და მეორე მნიშვნელოვანი შეფასება და აღიარება, რომელიც ჩვენ მოუწყება მიიღო ეს ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში. ეს აერთიანებს დაახლოებით 91 ქვეყანას, ვისაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით გააჩნიათ შესაბამისი აღსრულება. საქართველოს და კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო 2026-27 წლებში იქნება ამ გაერთიანების ხელმძღვანელი პრეზიდენტი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ წარუძღვებით სამუშაო პროცესებს ამ ორგანიზაციის ფარგლებში, ვიმუშავებთ გლობალურ სტანდარტების შემუშავებაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობების, წევრი ქვეყნებს შორის ურთიერთობების და ცოდნის გაზიარების გაუმჯობესების მიმართულებებზე და ასევე უმასპინძლებთ 2026-27 წლებში ორი მაღალი დონის კონფერენცია, სადაც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და მისი პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან ისეთი აქტიური და გამორჩეული წელი იყო ჩვენთვის, რაც აისახა ბუნებრივია ჩვენ წლიურ ანგარიშში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ბატონო ირაკლი, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ. შეგახსენებთ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.